ვინ არის პასუხისმგებელი ევროპის კონტინენტზე გრძელვადიანი მშვიდობის დარღვევასა და უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგებზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრი პროვოცირებული დაპირისპირებების კვალს 2008 წლის რუსეთს საქართველოს ომის დროიდან ხედავს. ქართულ ოცნებაში უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე სტამბოლის ჩაშლილ მოლაპარაკებებსაც იხსენებენ და პასუხისმგებლობას აკისრებენ ყველას, ვისაც ამ ომის თავიდან არიდება ან ადრეულ ეტაპზე შეწყვეტა შეეძლო. პოლიტიკური წნეხის პარალელურად რა გზა გაიარა საქართველოს მშვიდობის შენარჩუნების, რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ეკონომიკური ზრდისთვის. უკრაინის გარდა ვინ დაზარალდა რუსეთის აგრესიის შედეგად და ვის რა პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება ომის შემდგომ რეალობაში. დესი ვარდოსანიძის რეპორტაჟი. ამერიკის მიერ უკრაინისთვის წარდგენილი ახალი სამშვიდობო პაკეტის პირობები და რა რეალობა შეიძლება მივიღოთ გლობალურ პოლიტიკურ დაფაზე შეფასებების თემაა თბილისშიც. მთავრობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ვაშინგტონის წინადადება ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციას უკიდურესად რთულ ვითარებაში აყენებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უკრაინა და უკრაინელი ხალხი მძიმე მსხვერპლია, ქვეყანა მიწასთანაა გასწორებული, ხოლო პასუხისმგებლობას ის ძალები არიღებენ, რომლებმაც მაიდანი მოაწყვეს. ირაკლი კობახიძის თქმით, თუ ქვეყანა საკუთარ დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს თვითონ არ დაიცავს, მსოფლიოში არ არსებობს ძალა, რომელიც მის მშვიდობას დაიცავს. ქვეყნის გარედან მოეწყო რევოლუცია, ეგრეთ წოდებული მაიდანი, და ვინც ეს რევოლუცია მოაწყო, იმან პასუხისმგებლობა აღარ აიღო იმაზე, რაც უნდა მომხდარიყო მოგვიანებით უკრაინაში. და რა მოხდა? მაიდანი დასრულდა, იქიდან ერთ კვირაში თვარსები დაიწყო პირველი ომი, შემდეგ ამას მოყვა 2022 წლის მეორე ომი. უკრაინა არის ამ ვითარების ძალიან მძიმე მსხვერპლი და უკრაინელი ხალხი, რაც ძალიან სამწუხაროა, სულ ამაზეს ქვეყანა, არაჩვეულებრივი ხალხი და ქვეყანა მიწასთან გაასწორეს. ხო და კიდევ ერთხელ პასუხისმგებლობას ამაზე არავინ არ იღებს. 2008 წლიდან დაიწყო პროცესები. 1945 წლიდან ევროპის კონტინენტზე იყო უწყვეტი მშვიდობა. ამის შემდეგ იწყება აბსოლუტურად ხელოვნურად ინსპირირებული პროცესების საფუძველზე ომები. პირველი იყო რუსეთ-საქართველოს ომი, მეორე იყო რუსეთ-უკრაინის ომი და მესამე იყო რუსეთ-უკრაინის მეორე ომი. და ამაში ჩართეს მთლიანად ევროკავშირი თავისი წევრი ქვეყნებით, ამა თუ იმ ფორმით და საბოლოო ჯამში შედეგად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ნაციონალური მოძრაობის წევრის ირაკლი ფავლენიშვილის შეფასებით, უკრაინას მძიმე ზამთარიელის, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსეთი არ დამარცხებულა. მისი თქმით, რუსეთს ომის დასაწყისში სხვა ამოცანა ჰქონდა. მიზანი კიევის აღება და უკრაინული სახელმწიფოს განადგურება იყო, რაშიც ის დამარცხდა. კოალიცია ცვლილებებისთვის წევრი გიორგი ბუტიკაშვილი კი დარწმუნებულია, რომ პუტინი გააგრძელებს თავის პოლიტიკას და სიჯიუტეს, რითაც ის აუცილებლად დამარცხდება, რადგან რუსეთი 4 წლის თავზე ვერ ახერხებს თავისი ამოცანების მიღწევას. ამერიკის შეთავაზება არ არის საბოლოო და მსგავსი შეთავაზებები ბევრჯერ შეცვლილა, სწორედ იმიტომ, რომ პუტინი სხვანაირად ფიქრობს. აქაც დარწმუნებული ვარ, რომ კლავაც პუტინი გააგრძელებს თავის პოლიტიკას, სიჯიუტეს, რითაც ის აუცილებლად დამარცხდება, ვინაიდან რუსეთი დღესდღეობით 4 წლის თავზე ვერ ახერხებს თავის ამოცანების მიღწევას, სრულად დაიპყროს უკრაინა, სწორედ იმიტომ, რომ დასავლეთით დგას უკრაინის გვერდი და აქაც მოუწეს პუტინს აღიაროს ის, რომ მას ძალა არ გააჩნია ისეთი, როგორცაც ის წინამძღოლში წარმოაჩენს. ომი რთული გახდა, თუმცა სტრატეგიულ მიზანს რუსეთი ვერ აღწევს. მისი გამარჯვება იქნება იმ მიზნების დეკლარირებული მიზნების შესრულება, რაც არის დემილიტარიზაცია, მათ შორის კიევის აღება და რა თქმა უნდა, ზოგადად უკრაინული სახელმწიფოების განადგურება, რაც ხონდა მიზნად დასახული, რომელსაც ვერ აღწევს არავინ, არც ერთი ავტორიტეტული გამოცემა, მას სხვა სტრატეგიული მიზნები ჰქონდა. ომის დასაწყისში, რაც შეეხება უკრაინასთვის რთული მომენტი არის ახლა, თუმცა ზოგადად ომი იმ ძალასთან, რომელიც აღიარებული იყო ერთ-ერთი ასე ვთქვათ, წამყვან სამხედრო ძალად სოფლიოში წლების მანძილზე და როდესაც ამდენი წლის მანძილზე მიმდინარეობს ომი, რა თქმა უნდა, რთული იქნება. სამშვიდობო გეგმის გამო უკრაინის წინაშე დასმულ ახალ მძიმე გამოწვევებს ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე. პაპუაშვილი იხსენებს, რომ ომის დაწყებიდანვე საქართველოს უკრაინას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და რუსეთის უკრაინაში შეჭრა პირველივე დღეებში დაგმო. საქართველოს პოზიცია და მხარდაჭერა აისახა მრავალ საერთაშორისო რეზოლუციაშიც. ხელისუფლების წარმომადგენლების შეფასებით ომმა დააზიანა არა მარტო უკრაინა, არამედ ევროპაც. პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ უკრაინას მძიმე მდგომარეობა აქვს, რადგან ცუდსა და უარეს შორის უწევს არჩევანის გაკეთება. როდესაც ეს ომი დაიწყო, თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენ სრული მხარდაჭერა გამოუხატეთ უკრაინას და დავგმეთ რუსეთის შეჭრა უკრაინაში
და ეს ძალიან ბევრ მრავალ საერთაშორისო რეზოლუციაში, დოკუმენტში საქართველოს პოზიცია ყველა დონეზე იყო ასახული. ომმა თუ ვინმე დააზიანა, ყველაზე მეტად დააზიანა უკრაინა და ომმა თუ ვინმე დააზიანა ამავე დროს ევროპა. პასუხისგებლობა, რა თქმა უნდა, ეკისრება ყველას, ვისაც შეეძლო უფრო მეტის გაკეთება, რომ ომი საერთოდ არ დაწყებულიყო, ან საწყის ეტაპზევე შეჩერებულიყო. Ამიტომაც იყო საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებით ფრთხილი, ვინაიდან ჩვენ ვიდექით სწორედ ასეთი დამანგრეველი ომის პირზე, სადაც პირდაპირ გვიბიძგებდნენ გარე თუ შიდა ძალები. და ამის საპირწონედ ჩვენ ხედავდით ყალბ ჯიღისცემას კერჩი, ყალბ გმირობას კომპიუტერების კლავიატურასთან, იმის გააზრების გარეშე ზოგიერთის მხრიდან თუ რა საფრთხეებს წარმოადგენდა ამგვარი ისტერიის დათესვა საქართველოში. თავისთავად ის რაც ხდება უკრაინაში, ეს ძიმე მდგომარეობა არის უკრაინას დღეს აქვს ისეთი მდგომარეობა და უკრაინის ხელისუფლებას, რომ მას არც ომის გაგრძელება შეუძლია და არც ომის დასრულება. ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა, ვინაიდან ჩიხში არის ზოგადად შესული მთლიანად ეს პერიპეტიები და ომი, გამოსავალი ომის გაგრძელება მძიმეა, ომის დასრულებაც მძიმეა და გუშინ პრეზიდენტ ზელენსკის გუშინდელი განცხადებაც სწორედ ამის დასტურია, რომ ეს არის ორი ცუდი არჩევანიდან არჩევანის გაკეთება უწევს დღეს უკრაინას. მმართველი გუნდის წევრების თქმით, რომ არა გონივრული პოზიციები შესაძლოა საქართველოს იგივე საფრთხის წინაშე დამდგარიყო, როგორშიც ახლა უკრაინა. ისინი ხაზგასმით ამბობენ, რომ უკრაინაში მიმდინარე პროცესებმა აჩვენა, რომ რეგიონში მშვიდობა და უსაფრთხოება გარანტირებული არ არის. უკრაინის ეს მდგომარეობა დღეს ნორმალურ ადამიანს ვერ გაახარებს. წერს უმრავლესობის დეპუტატი თენგიზ შარმანაშვილი სოციალურ ქსელში და საზოგადოებას ახსენებს, თუ რა შეფასებები კეთდებოდა ომის დაწყებიდან ქართულ ოპოზიციაში და ქვეყანას რა ბედიელოდა ისინი, რომ ხელისუფლებაში ყოფილიყვნენ. ყველაფერი ერთხელ ზედაპირზე. უკრაინა იმარჯვებს, რუსეთი მარცხდება, უკრაინა გაიმარჯვებს. რუსეთის ფედერაცია მარცხდება და აუცილებლად დამარცხდება. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ საქართველო მუდმივად მხარს უჭერდა და უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ახლა მსოფლიოს ყურადღება 27 ნოემბრისკენ ამერიკული მადლიერების დღისკენაა მიპყრობილი. ეს სიმბოლურად არის ბოლო ვადა, რომელიც შესაძლოა 4 წლიანი მძიმე ომის დასასრულის დასაწყისი გახდეს.